სალამი მშიერ ხალხს. დღეს გვექნება განსხვავებული გადაცემა, იმიტომ რომ ჩვენთან არის კიკვი. ჩვენი ძმა და მეგობარი from Dubai, not from Dubai, from Kutaisi. მოდ კიკვი არის ჩემი მეგობარი, ძალიან წარმატებული ვიდეოგრაფი, ფოტოგრაფი და ინფლუენსერი. მისი Instagram-ი, TikTok-ი და რაღაცები იქნება აღწერაში და აუცილებლად გამოიწერეთ. და დღეს გვექნება ეგეთი ჩელენჯი. უნდა გავასინჯო ბურგერი ისეთი გემოთი, როგორიც არ აქვს გასინჯული დუბაიშიც კი. ცოტა გაგვიჭირდება თქვენ მე ასე ფიქრობ, მაგრამ შევხედოთ. საინტერესო გამოწვევა და პირველ რიგში მადლობა შენ რომ მომიწვიე შენ გვერდზე. ესე რომ ვთქვათ, დებიუტია ჩემთვის დღეს YouTube სივრცეში რაღაც გამოჩენა და იმედი მაქვს. აი, აგიჟე ოფიციალურად ცოტა ბევრი ბურგერი იქნება და ყველა რო გავშინჯოთ, ნახევარ-ნახევარს მოვენებით რა, ყველას მოვენებით. გვექნება შავი ანგუსის მეგობრებო, კომენტარებში უკვე ვიცი რომ რაღაცა თუდრამ მესაპირებთ და ვაგიუს სტეიკი, ასე რომ ვაგიუს ბურგერი. თორე ბანები. ხო არ დავიწყეთ არქის გამოწერა, აუცილებლად უეჭველი გამოიწერეთ, იმიტომ რომ 99% ჩემი მაყურებლების არ არის ჩემი გამოწერა. ძალიან ცუდი. ძალიან თუ შეგწყვეტე, მე მიყვება და არც მიკომენტარებდაც არაფერი, მაგრამ არა უშავს, ჩვენ უკვე თითქმის 9500 ვართ, ასე რომ გვაკლია 450. ამგარი 9000 ვართ და მივდივართ 10000-ისკენ, 10000-ზე გვექნება რაღაცა საინტერესო, ჯეჯობით არ ვიცი რა, ალბათ უცხოეთში წავალ და რომელიღაცა ქვეყანას გადავიღებ. და შემოგთავაზებთ მაგ კადრებს, იმედია ისიამოვნებთ და შეხვდებით უკვე 10000-ზე და ბურგერზე. მოდი ესე გეტყვით, თუ მინდა დავაჩალენჯოთ ესეთ რაღაცა 1 წლის თავზე 100000 ვიზაიმოთ ერთად. დავაი 1 წლის თავზე 100000-ზე ცხვარი და 20-იანი ჩემზეა. დავაი. всё, ხელი ჩამორთმევა გადაღებული ყველა. всё. ჩემო თბილო და თბილო ხალხო, ეხლა უნდა ჯერო ხალხო, ეხლა უნდა გავშინჯოთ და რა უნდა გავშინჯოთ. მოდი ყველაზე სუბუქით დავიწყოთ. ვრაპით. ძალიან ბევრი არჩევანი გვაქვს აქ გასასინჯი და გავჭრათ და ნელა მივყვეთ. დავაი, მე მოველევი, შენ გაჭრე. საჩაურდა. მოდი აჩვენი ახლოდან რა ვრაპი. სუნზეც ძალიან მაგარია. ესე გედოთ აბა. განსაკუთრებით უნდა შევაქო соусის გამო, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი соуსი აქვს. ჰალაპენიო და ყველი соуსი ერთმანეთს იმენა ენაცვლება. ეს შეიძლება კოკაკოლას რეკლამა ყოფილიყო, მაგრამ არის კიდევაც. იმენ არაფერი არ ვჯამდი, მე თქვი უნდა ყველასთან რა პრობლემას მაქვს, რაც არ უნდა სველი უთხრა, ეხლა ჩვენ პირიქით. არც გვითქვა სამ ადამიანებს რაღაც სველი გინდა რაღაც. იმდენად ბევრი соусია შიგნით, რომ რავი, არც გიჭირდება ამის ხმარ ზომიერად, ესე რომ ვთქვა, არც გადმოდის, არც იხევა არაფერი, პური მშვენიერია და ინგრედიენტები ძალიან ფრეში, ძალიან გემრიელი და ძალიან მისაღებია ხა ჩემთვის. მე ვჭამდა. აწი სულ ეგრე უნდა გადავიღო, ორნი უნდა ვიყოთ. მე შევჭამ მეორე ელაპარაკებს და ეგ არის რა. მოდი ეხა ხელთათ მანები მოვიმარჯვოთ, იმიტომ რომ ჩვენ გავშინჯავთ პირველად საქართველოში, მეგობრებო. ჩვენ გავშინჯავთ ვაგიუს ბურგერს. სხვათა შორის მე რამოდენიმე ქვეყანაში უკვე გასინჯული მაქვს. ახლა? კი. და ძალიან მაინტერესებს ქართული ვარიაცია როგორი იქნება. A few minutes later. მე როგორც ხეით მჭამელი კაცი, ეხა დროა გავშინჯოთ თავარი რამ. ჩემო მეგობარო, გთხოვთ, საჭირო. კი ბატონო, მერგო პატივი. პირველ რიგში სანამ გავჭრით, რაც აღსანიშნია და უკვე ხელი შეხებითაც ვიგრძენი. აი პურის მდგომარეობა და პურის სირბილე და აი რა ვიცი რა ქვია ამას ახლა მედიცინურად მე ვერ გეტყვით, მაგრამ სიფაფუკე და აი ნახით როგორი
დნება ხელში ესე რა ვთქვათ. აი დარწმუნებული ვარ, რომ კიკვი ვერ მიხვდება რისი პურია. რისი პურია რას ნიშნავს? ო, ხედავ? ინტრიგა. კარგი. მე მეგობრებო აქ მეორე და ჭამ ამ ბურგერებს, ასე რომ ცოტათი უპირატესობა მაქვს. დანას უჭის, მაგრამ არ უჭის დანას. მე არ მინდა რომ ვატკინო. მოდი. აბა, დავშინჯავთ ეხა. ესეც ვნახოთ. ეხლა ჩვენ უბრალოდ ხელი ჩავაჭირეთ და ცოტა არ იყოს და შევლახეთ ბურგერი, მაგრამ როგორც ასეთი, აი ერთი ადამიანი როცა შეჭამს და ერთი ადამიანის პორცია იქნება, მისთვის უკეთესი ვიზუალური ეფექტი იქნება ჩემი აზრით. აბა გავსინჯოთ. ვაი, 1 2 რა. არა, მეორეჯერაც მე ჩავუჩი. აბა, ჩემო მეგობარო, მიხვდი რისი პურია თუ ვერა? არ ვიცი, ანუ აზრზე ვერ მოვდივარ ისი პურია. მიგანიშნებ. ესე ეს გეტყვით. პური არის ხერხილი? არა კარტოფილი. მოკლედ მეგობრებო, ეს არის კარტოფილის ბანი. კარტოფილის სახამებისგან გაკეთებული თუ სწორად ვამბობ, ხო სწორად ვამბობ. პური, რომელიც არის ძალიან უცნაურად გემრიელი. მოდი ესე დავახმარები რა. ვერ წარმოვიდგენ რომ ეს არ არის პური, მაგრამ ფაქტია. ანუ ამ გვანებ რაღაცის მიმოშვის უყურები ისე გემო. ხორცს რაც შეეხება არის მომზადებული საოცრად წვნიანია. მოდი კამერა არ არის მშრალი, ნახე. ლუიცი ახლა რამდენად ჩანს? მგონი ესე გამოჩნდება კარგად. აი ხელს რო უჭერ, თავის წვენი ყველაფერი მოძრაობს ძალიან მაგრად. შვენიერი კარგი მისასალმებელი. მოდი გადავიდეთ ნელ-ნელა. თან მივაყოლებ კრევეტებს. ცოტა სოუსით, მე კრევეტის გემო მიყვარს ვიდრე სოუსის. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არც ბაჰრეინში, არც დუბაიში, ემირატებში ახლოსაც ვერ მივა მათი სამზარეულო და იქ გაკეთებული საჭმელი იმასთან, რაც გვაქვს ჩვენ, ასე რომ შეიძლება იმათ ძალიან ბევრი ნავთობი და ფული აქვს, მაგრამ ჩვენ სამზარეულო უკეთესი გვაქვს, ასე რომ კი ბატონო. ხო არ გავსინჯოთ ეს ბურგერი. კი ბატონო. აი, ამას მოდი რა ვთქვი, იცი, რო არ ივიწვაროთ. თუ გინდა ერთს დავსინჯო, ხო, ჯობია რა ვი. ეს მე გასინჯული მაქვს, ძალიან მაგარი, ეს არის ჩემი ფავორიტ ბურგერი. ოკეი. ეგ არის მაგის მინი ვერსია. ეს არის ხალაპენიოთი და მთელი ამბებით. მომენტში შენ აკი სტუმარი ხარ ბიუჯეტური ვერსიას მე შევჭამ. კი ბატონო. ხალაპენიოს სადაც გავიგონებ, იმ წუთას უსა მეწყება. ეგ არის ელეთმენდა. ჩემი საყვარელი ბურგერი. შევხედოთ თელი ბეკონებით, ყველით, რა ვიცი, ორი ფენა, თუ რამდენი ფენა ხორცია, ორი ფენა ხორცით, ყველის соусით ხალაპენიოთი აგერ და რა ვიცი, თელი ამბავი ხდება აქ და აბა ნახოთ. მოკლედ აბა ჩავყბიჩეთ და გავსინჯეთ. ბიჭო, ეს უნდა გადმოდო აქ. ეს არის რავი როგორ გითხარი ჭაც რო ჭამდა ყველი უნდა მიაყოლო ისეთი რაღაცა ფრიც ჩემთვის და სპირალებს ეძახიან როგორც მახსოვს ამასაც ძალიან გემრიელი ყველაზე მეტად მყავს ეს ფრი. A little longer than a few minutes later. მეტყველების არე დაკავებული იყო ფრიად გემრიელი ბურგერების მიტმევით. ესე იგი, რისი თქმა შემიძლია მე. როგორც იცით, ძალიან მყავს ხორციანი კერძები და საქართველოში ცოტა არ იყოს იშვიათობა არის მაღალი ხარისხის ხორცის მიტმევა. ამიტომაც ხშირად მიწევს ხოლმე უცხოეთში მაგის გამო წასვლა, როდესაც კაი ან სტეიკი მომინდება, ან რაღაცა ბურგერი მომინდება. ქუთაისიდან 37 ლარი ვიდეს. 37 მანეთია არ არის აქ 37 ლარად გადაფრინდი სადაც მინდა გეღოდო გინაცვლები და რა? გინდა არ გინდა, მაინც ცოტა არაკომფორტულია და დისკომფორტი არის. ეს არ არის უბრალოდ ბურგერი, აქ არის რაღაც გამოცდილება, რა გამოცდილებაც შეიძლება მიიღოთ ამ საბურგერეთში. და რატო? ხორცის სტრუქტურით განსხვავებული პური და სხვა ის გემოები, რაც შეიძლება სხვა საბურგერებში ვერ. აქედან გამომდინარე შეგიძლიათ უფრო დარწმუნებით მობრძანდეთ, გასინჯოთ.
თქვენი აზრით გითხრათ აუცილებლად კომენტარებში და საერთო ჯამში შევჯერდებით ალბათ იმ საკითხზე, რომ ეს ბურგერი ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქში. ნამდვილად, მოკლედ ესეთ რამეს დავამატებ. ვისაც ფინანსები ხელს არ გიწევთ, შეგიძლიათ ისაგებოთ ჩვენი პრომო კოდით და მიიღებთ 25%-იან ფასდაკლებას. ეგეც საქმეა რა. ამ ფინანსებზეც არ არის უბრალოდ შესაძლებელი, რომ ადამიანს აინტერესებდეს გასინჯვის დონეზე რო ვთქვათ, გექნებათ შესაძლებლობა ამ ვიდეოს შემდეგ პრომო კოდით რო სწორია, პრომო კოდით მოგზავნით ამ ობიექტზე, გასინჯოთ 25%-იანი ფასდაკლება გექნებათ და გამერწმუნეთ ამ დღის შემდეგ თქვენ კიდევ ბევრჯერ ესტუმრებით ამ ობიექტს. ეს რა თქმა უნდა, всё. მე ისე მომეწონა ბოლომდე გემრიელად მივიდი. შეფასებებზე ბოლოსკენ გადავალ. აი, აბა რა, ხო გითხარი, აი ადიდას მიგიყვან მაშინ რა, ჯეროდა. მოდი ეთი ეს შენახ ცუდად კი, ნამდვილად მეც რაღაცა ხელს მიშლი დასავით. ხო. ეს არის ხორცის სალათი. ხო სულაც ვამბობ. რომელი ხორცის? ეს არის შავი ანგუსის სალათი. ასე რომ ვისაც ცოტა სალათები გიზიდავთ, შეგიძლიათ ეს გემრიელი კერძი მიირთვათ. homemade ჩიფსები მე გაგისინჯავთ ამ საყვარელ არსებას. ეს სოუსია? ყველი სოუსია. ყველია? ძალიან წვნიანი და ძალიან კაია. დროა გადავიდეთ შეფასებაზე და ვერდიქტზე. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ყველაზე გემრიელი ბურგერი მაქვს ნაჭამი აქ. ეს არის ჰალაპენიოს ბურგერი, რომელზეც მოქმედებს ფასდაკლება პრომო კოდით, არ დაგავიწყდეთ, შეერი კაცი. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ბიუჯეტური ხალხო, ეს არის პრემიუმ ხარისხი. უნდა მივეჩვენოთ საქართველოში, რომ რაღაცა პრემიუმ ხარისხი ვერ იქნება იაფი, ძალიან იაფი, მაგრამ ფასი ნამდვილად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება სხვა ბურგერებს, ვაგიუს ბურგერი ნამდვილად კაი იყო, უბრალოდ ფასიდან გამომდინარე მე მაინც ჰალაპენიოს ავიჩევდი, 2 ცალი მოვიდოდა მაგასად. ხო მაინც და მაინც ძალიან ფეშენ ტიპი არა ხარ და ვაგიუზე არა გაგართულება, დამიჯერე ეს ბურგერი გაგაუცებს, ჰალაპენიოს ბურგერი. ვაფშე თუ ბევრი გაიყიდა, მე სახელი შეუცვალ შეერი კაცის ბურგერი დავაწყო. მირჩა მე ხო? ხო. მე მიყვარს ესეთი ბურგერი, რომელიც არ მეცილება გემოებში, ზუსტად რას ვჭამ, რა მომენტში რა ინგრედიენტი ვქება და ზუსტად მაგასაც გავუსვი ხაზი, რომ შეფებისგან არის ძალიან სწორად არჩეული ის სიცხარის, თუნდაც ჰალაპენიო, ხორცის სიმსუბუქე, პურის სიმსუბუქე და ასე შემდეგ და რაც მთავარია, ამდენი რამე ვჭამეთ და საერთოდ არ უგრძნობ აი იმ დისკომფორტს, რასაც რა დაგაწובה კუჭზე და რაღაცა არა, იმიტომ რომ იყო ყველაფერი ძალიან ხარისხიანი, კარგი და რაც მთავარია გემრიელი. ვისი ამ ყველაფრით და კიდევ ერთხელ ვიძახით. ეს არის გამოცდილება. ზუსტადაც რა, მობზანდებით ამ ხარისხს ნახავთ, შეიგრძნობთ და გვაუხლებით არჩევით აქ. ნამდვილად. ესე იგი, ერთ მაგ ჩიზბურგერსაც შეეხება. პირადად ჩემი ზომის ადამიანისათვის ეგ ბურგერი ცოტა პატარა არის, მაგრამ ძალიან ბიუჯეტური არის, ბიუჯეტურმეგობრული ბურგერი არის და შეგიძლიათ ვისაც სიტუაციაზე დამატებით გინდათ მიირთვათ, ან სიტუაციაზე პატარა წონოსანი ხართ და დიდი მანდარა გაქვთ, მშვენიერი არჩევანია. მაგ ბურგერს დავუწერ 8.5 კულას, 9.5 კულას დავუწერ ჰალაპენიოს ბურგერს, აუცილებლად. ვაგიუს ბურგერს დავუწერ 8.7 კულას, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის აუტო ბაჯეტ არის და მიჩვენია 2 ცალი 9.5 კულიანი შევჭამო. აუცილებლად. მეც მაგას ხო. რაც შეეხება სალათას, უდაოდ ძალიან გემრიელი არის.
როგორ შევაფასო არ ვიცი, იმიტომ რაღაცა ინგრედიენტები ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით ამ სალატს თავის შემფასებელი ყავს, ვისაც უბრალოდ უყვარს fresh ჭამა. fresh აი იგივე შემიძლია თქვა wraps-იც, იმიტომ რომ მინიმუმ 8.6 ქულა ეკუთვნის, იმიტომ რომ უცხო არის, ეგეთი რაღაც არა მაქვს, ვარ მოგატყუოთ ბევრად გիրას გასინჯული. wrap-ი ძალიან fresh-ია, ძალიან ლაითად წავიდა. ჩემი ფავორიტი wrap-ია, რაც კი აქამდე გამისიჯავს გულწრფელად, რადგანაც ყველა ინგრედიენტი და ყველა სოუსი, როგორც აღნიშნეთ მანამდე, იყო ძალიან რეგულირებული, არ გადმოდიოდა დაბალანსებული. დიახ, აი ეს სიტყვა ზუსტად აჯდება ამ wraps, რადგანაც არის გემოსაც რო თავი გამანებოთ, ხომ და ის სიამოვნო ჭამითაც, ვის სიამოვნე თავიდან ბოლომდე ამ wrap-ის ჭამით, როგორც jalapeno-s ბურგერით. დანარჩენში გეთანხმები გიბათ. 9 ქულას დაუჭერდი wrap-ს აუცილებლად. რაც შეეხება კრევეტებს, გემო ძალიან მომეწონა. ზომაც მისაღებია. კრევეტს, ჩათვალეთ, კრევეტის შეფასება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ არ არის როგორც ეგეთი კერძი, ეს არის რაღაცა მე ამას უყურებ ხემსისავით. თვითონ ჩათვალე ვაფასებ კრევეტის ხანს. მაგრამ მე შემიძლია შევაფასო სოუსი. ამასთან ერთად, რომელიც უხდება ფანტასტიკურად და არა მარტო კრევეტებს, არამედ ფრისაც ძალიან მოუხდა ჩემთვის. მე როგორც არა მოყვარულს კრევეტებისა და კიდევ ერთხელ სუის პროდუქტები ნაკლებად მიყვარს, შემიძლია თქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კრევეტია, რაც გამისიჯავს მართლა. ძალიან გემრიელია. უბრალოდ არა ვარ მოყვარული, კიდევ ვიტყვი ამას. ხო, ვინც მოყვარული არის, ნამდვილად მოეწონება. მე ვარ მოგატყუოთ, მიყვარს და ძალიან მომწონს. დაუჭერ 8.8 ქულას. ფრი არაჩვეულებრივი ფრი არის, მაგრამ ეხა ფრითი ვერ გავსავზავთ, კერძის ასე თქვათ, გემოს და ქულას. ჩათვალეთ, ეგეც მაგარი ხარისხის პროდუქტი არის, რომელიც სწორად არის მომზადებული. ერთი სიტყვით, ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩააბარა ჩელენჯი, პატივცემ. ხო, ჩელენჯი ჩაბარებული არის. შემდეგ ალბათ გვესტუმრებით ქალაქ ქუთაისში. რა თქმა უნდა, ქუთაისში. შემზე იყოს შემდეგ. კი ბატონი და ყველას რეკომენდაციას უწევ, რომ მოვიდეს აქ. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში. Peace. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან გემრიელი იყო მართლა გულწრფელად ამათი სფეროში.